შეეცვალა ამ ტერიტორიას სტატუსი 2011 წელს საკრებულომ შეიტანა ცვლილება ჩვენ წარმოადგენს ხალიფატება საკრებულოს საკითხით ამის სტატუსი დაბრუნება სარეკრეაციო ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონი სადაც არაფრის მშენებლობა არ შეიძლება ანუ ძელი პრინციპში ვაკე არის აქ ისვენებს და დაარბის და აქ არის მე ვფიქრობ რომ ну, регуляторთა მსარი გადაწყვეტილებაა აკრაინა შემოგვიყვება. იცით რა არის? აქ პარკია მოწყობილი, აქ მთელი ტერიტორია. არა, იცით რა არის? სახელმწიფო ტერიტორია, ხო, სარგებლობაშიც არ არის ის ჩვენი, ეს მთელი საზოგადოების არის და უბრალოდ ვალდებულება გვაქვს მოვლა პატრონობას. ეს იქნება საოჯახო ტიპის დასასვენებელი ადგილი, ატრაქციონები განთავსდება ბავშვებისთვის. ცალკე მენიუ იქნება ანუ ბავშვებისთვის განსაზღვრული და მოვა ოჯახი და დაისვენებს. სასვენებელი ტიპის საუბრობთ იმაზე, რომ ამ ტერიტორიას განსაკუთრებით სარეკრეაციო ზონის სტატუსი უნდა ქონოდა, არანაირი მშენებლობა არ უნდა იყოს. ეს არის პოზიცია ისეთი, რომ ეს არსებობს და ეს ანუ სტატუსი უნდა აქცეს და უნდა იყოს ბუნება. ამ ეტაპზე ლანდშაფტს, როგორც ესეთი ლანდშაფტს ერთად არ ვიჭერებთ რა. არაფერს მოწეს არ აყენებ, რასაც დავთ სამაგიერო აქ ხალხანწორება შემოწმება. ფიზიკურად რაღაც ტერიტორიაზე რაღაც შეიძლება ნაგებობა უნდა დაწეს. თქვენ გესმით, რომ აქ იქნება შენობა, ანუ აქ არ იქნება ეს კამზონები. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი ვაკისთვის ნაწილი სარეკრეაციო და რეკრეაციო უნდა დარჩეს იმ ვაკებით, რომელსაც გულისხმობს ბუნება. სარეკრეაციო სტატუსი აქვს, არა, სტატუსი არა. ხორი სარეკრეაციო სტატუსი მოხსნილი არა განსაკუთრებით არ მოუხსნეს უბრალოდ ერთზე სამი აქ მინიჭებული ეს ხო იცი კი ბატონო ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონი ლანდშაფტური არა ეს ერთი ასობრივად საერთოდ ანუ გულისხმობს მშენებლობაზე ჩვენ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი და თხოვთ საკრებულოს რა აქტივიზებს სტატუსი რომელზე მოდით შევხედოთ ახლა ბიზნესის თვალითაც ჩვენ ყველანაირ იმაზე რა ქვია შეღავათებზე დათმობებზე გავაჩერეთ მუშაობები ვთხოვთ რომ მობრძანდეთ დავსდეთ და რაღაც მობრძებნოთ რამე სხვა გზა სხვაგან დავრგავთ თქვენთან ერთად დავრგავთ ორჯერ მეც დავრგავთ ზაუბარი აი ამ ტერიტორიაზე უფრო ხო არანაირად ეგ აბსოლუტურად არის განმორიცხული ამოთხოვნა არის ორგანიზაციის და იურისტები ამას აკეთებენ რომ ამის ამ კონკრეტულ ნაკვეთზე, აი ამ მხოლოდ ამ ნაკვეთზე რომ ეს მოხდეს, ეს პროექტი განხორციელდეს. ეს იქნება სრული უკანონო. ამ ტერიტორიას, დანარჩენ ტერიტორიას რა საფრთხეში უქმნის ეს ერთი ნაკვეთი. როგორ ასაკმის ეს ერთი კიდევ უფრო შევიწროვდება და რატო? იმ საკრებულოს გადაწყვეტილება თქვენ რომ ნახოთ, არანაირად არ არის დასაბუთებული ამ სტატუსის ცვლილება. რატო რა მოხდა ამ სტატუსის? არ იცალია ერთი რამ გამოიწვია სტატუსის ცვლილება, რომელმა საზოგადოებრივმა საჭიროებამ. გაგიჟდა ხა მთელი ვაკე გაგიჟებულია ვაიმე. არა, მე თვითონ ვისაუბრე ვაკელებს და ნამდვილად არა. გასაგებია, მაგრამ ეხა ეს ფაქტობრივი მდგომარეობა გვაქვს ასეთი რომ სტატუსი არის. ფაქტობრივი მდგომარეობა გვაქვს ესეთი, რომ იყო დაშვებული შეცდომა და არა შეცდომა, არამედ უკანონო გადაწყვეტილება იყო მიღებული და საკრებულოს აქვს სრულიად უფლება მთლიანად მისი გადასაწყვეტია ამ სტატუსის დაბრუნების საკითხი. საკრებულომ უნდა მიიღოს ეგ დადგენილება და დაუბრუნოს ლანდშაფტის სარეკრეაციო. გასაგებია რომ საკრებულოს ამ რა დაუშავდება აშენება კიდე ერთი რესტორანი, რომელიც საერთოდ არ ჭირდება ამ ტერიტორიას, ამ ხალხს და ამ მოსახლეობას ჭირდება ბუნება, იმიტომ ძალიან წინა ეკოლოგიური სიტუაცია და ჭირდება ბუნება და არა რესტორანი. მოდი აი ესეთი თვალით რომ შევხედოთ ამას. თქვენი პოზიცია ჩემს გასაგებია, ეხლა მე მინდა ჩემი პირადი არა როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დავუხსნო. აი მე არ მაგალითად ვერ ხედავ იმისთანა, აი გავუშვით აი მე ერთხელ ხედავ რომელიც ჭირდება. ბატონო გიორგი. დანარჩენი, აი მოდი რა ვქნათ ისე. როგორც არის არა მარტო ხე, არამედ მე ვიცი მოსაზრება, მე ვიცი ერთი მოსაზრება რომ იქ თუ დაუშვითო რაღაც ინტერესი რაღაცა წამოსწრე ერთ შეკრებაში პრეცედენტი თუ დაუშვითო, ხო? მე რო გაგრძელდება და მიყვება. ეხლა მე აი იმ ტერიტორიაზე, ხო? არ ვიცი კი არა. თუ ვიღაცამ გაბედა და მიცა, მეც მინდეთ რომ თქვენზე პირველი მოვარია. ვერ ვხედავ, აქ მე ვერცეც ის ვერაფერს ისე. ეგ უკანონო გადაწყვეტილება, რასაც თქვენ ეძახით, ხო? აბსოლუტურად მე და კახას არანაირი მონაწილეობა მაგალითად არ აქვს მიღებული.
უბრალოდ მარტივი მიზნის გამო მაშინ არ ვეხავთ საქართველოსზე. როცა ეგ გავიგეთ? ერთხელ უნდა გავიგეთ. მე გეუბნებთ, ეხლა ვინც ეს ნებართვა გაცა 9 წელი იყო ჩემი მტერი. მე ვიყავი იმის მტერი. ეს ისედაც გეუბნებთ რა. აი ხო მოკლედ ხო გითხარი რა ჩემი ისტორია როგორც იყო რა. აი 9 წელი ანადგურებდნენ აი მიზან მიმართულად, მინდა ჩემ ოჯახს, ჩემ იმას, ჩემ ყველაფერს რაც გამაშთა. ნუ აღარ მოუყვები კიდე დანარჩენს, ხო? მაგრამ აი ახლა აქ მე რასაც ხედავ, ხო? თუ მით უმეტეს ეს ერთადერთი ხეს, რომ არის საშუალება რომ გადაირგას, მე ვიცი რომ აქ ეგრე ეს არ არის არა, ეს არის ჯერთი შენობა როგორც მე გავიგე, მოდის რაღაც აიქა. დაახლოებით ხო. ანუ აქ მაგ ნახაზი ბატონო გიორგი, ისეთ რა არის, ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა რაღაცებზე. მე ვამბობ, რომ ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გასაგებია, გეთანხმებით, რომ ეგ არის და იმ უკანონობას ჩადიოდა ის მთავრობა აიხნის განმავლობაში. 9 წლის განმავლობაში, რომ ევროპის ბევრი ქვეყნის მაგალითი ავიღო. ძალიან ხშირად, ხო, ძალიან ხშირად. ამაზე უფრო გაცილებით უფრო გამწვანებულ ადგილებში, აი ცივილიზებულ ქვეყნებს რო ვეძახით, ხო, გაცილებით უფრო გამწვანებულ ადგილებში ახლა მე შემოვლილი ვარ, რა ვიცი. ამ უბანში ვარ გაზრდილი, ფალეაშვილის 43-ში დაბადებული გაზრდილი. წარმოიდგინეთ, ახლა მე აქ ველოსიპედით, აქ ფიზკულტურის ინსტიტუტი ფეხბურთს თამაშობდი, მაშინ ვარჯიშობდი, აქ ნარბენია. ნუ ფიქრობდით, რომ რესტორანი გაიქნება. არა. არ ეხლა 15 წელსაკში ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი და 17 წელსაკში რესტორანი კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ გამალებული ის ვიყავ, გადასული ვარჯიში. გამოსავალი უნდა მოინახოთ. გამოსავალი არის ადგილმონაცვლეობა. გამოსავალი არის ამ შემთხვევაში ის, რომ ხეები ზედმეტად არ გაიჭირა. არავის არ შემთხვევაში. ანუ ჩემთვის ეგ არის. ბატონო გიორგი, ესეთ რა არის? აი აქ უკვე ძალიან პრინციპული საკითხია და იმინა რეალურად პრინციპული საკითხია. აქ არის საუბარი კანონზე. უკანონო გადაწყვეტილებაზე და დაუსახუდებაზე, რომელსაც არ ქონდა უფლება ეს და თქვენ გაქვთ საშუალება კანონიერების აღდგენას. და მოგმართავთ და გისაბუთებთ. გასაგებია, ქალბატონოანა, ეს გვესმის ჩვენ ამ იურიდიულ ნუანსს ვაცნობიერებთ და ეს ორჯერ ეს არსი არის. და გვაქვს იმის უფლება, რომ შევცვალოთ ეს გადაწყვეტილება და დაუბრუნოთ სტატუსი. ამის შემდეგ გადაწყვეტილება და სტატუსი და ამ სტატუსის აღდგენას მოყვება კონკრეტული შედეგი, ხო? ადამიანებისთვის, რომლებმაც იყიდეს ეს ტერიტორია, ეხლა უკანონობაზე, კანონიერებაზე რო არ ვიდაოთ, აქ უკანონოდ გაიყიდა, კანონიერად გაიყიდა თუ ფაქტი ხო არის, რომ გაიყიდა. ამ წუთში არის გასხვისებული და ყავს მეპატრონე, ხო, აუქციონის წესით არის. ამ ადამიანებისთვის დგება ესეთი შედეგი, რომ ეს ადამიანები ჩვენი გადაწყვეტილების თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შედეგად კარგავენ ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლებას არა, მაგრამ მშენებლობის უფლებას. აი ხა ამ ადამიანებს ვკითხოთ, აი ეს ტერიტორია რო იყოს მათი ყოველგვარი მშენებლობის უფლების გარეშე. რა თუნდათ ეს ტერიტორია? რაში უნდა გამოიყენოს? კი ბატონო, არ უნდა. შესაბამისად ესე შეგნებულად იყო შეცვლილი სტატუსი და მე აუქციონი ჩატარდა და ჩადებული იყო რესტორნის. მე არ გადავებით, ვიცი რომ შეგნებულად იყო თავიდან. შეცვლილი იმ მიზნით რომ გასხვისებული. მხარეთ მონაწილეობდა. არ ვიცი, ეხა ეგ ჩვენი გამოსაკვლევი არ არის თუ იქ რაღაცა თქვენ ვარაუდის საფუძველზე ვიღაცამ რაღაცა ფარული გარიგება და იმ ტერიტორიას, რომელსაც 2 თვის წინ შეუცვალეს სტატუსი და გამოიტანეს აუქციონზე და მე ვყიდულ ზუსტად იმ ტერიტორიას, ხო? მესმის, ალბათო, ამაზე ჩვენ ხო არ ვყამათობთ რომ სტატუსი იყო შეცვლილი ზუსტად იმის გულის თავის დროზე. მარტივი პოზიცია მაინტერესებს თქვენი როგორც არა ბუნების დამცველის, ამით როგორც ჩვეულებრივი ადამიანის. აი ადამიანები. ხო. ადამიანურად მე გეტყვით რომ მე ამ ტერიტორიას არ ვიყიდე. მე ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდება. იმიტომ რომ ეს არის სიცოცხლე. თქვენ ვალდებულებად კანონის ფარგლებში მიიღოთ გადაწყვეტილება. კანონი გვაძლევს უფლებას რომ აღვადგინოთ სტატუსს. კი ბატონო. კანონი გვაძლევს იმის უფლებასაც რომ არ აღვადგინოთ. კი ბატონო, ამ დაუშვათ ის უკანონობა, იქ ხო პროსტა თხოვნა არ არის იმ განცხადებაში რომ თხოვთ აღადგინოთ. იქ არის დასაბუთება რა დაიწყო. ანუ თქვენ იმ უნდა დაეთანხმოთ იმ უკანონობას. შესაბამისად მონაწილეობა. ჯერ ის უნდა დამცირდეს. არა, ესა ქალბატონოანა. მე მესმის რომ თქვენი მოსაზრება ის და იმ ადამიანების ვინც ამას ითხოვს, ხო, მაგრამ ჩვენ ის რომ უკანონო იყო თავისთავად, ხო? ეს დამტკიცებული არ არის.
ხო არ არის დამთავრებული? დაუსაბუთებელი არის აბსოლუტურად. არა, ეს თქვენი ვარა. მე ვიცი რომ კანონის ფარგლებში ეს უნდა იყოს განხილული და პრაქტიკული. და კანონის ფარგლებში სახელმწიფო იმოქმედა კანონის მიღმა და ეხლა სახელმწიფო უნდა კონკრეტულად კანონის ნორმა არის დარღვეული ამას ბრძანებ რომელიმე ნორმა კი რა თქმა უნდა დაგხვიო აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ეს თქვენ ფიქრობთ და მე ვამტკიცებ და ვაზრობ არა იურისტები როცა ფიქრობენ ამასაც საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ყოველთვის ეს ტერიტორია რო არ იყოს გასხვისებული, რო არ იყოს უკვე მოსაკუთრის პრობლემაში, უნებრივია მე როგორც არასაკრებულოს წევრი, არაგარიმოსდაც კომისიის თავმჯდომარე, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ჩვეულებრივი თბილისელი, მეც გავაპროტესტებდი იმას, თუ ამ ტერიტორიის გასხვისების საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამ ტერიტორიის, ამ გვერდის ტერიტორიის, ამ იქით გვერდის ტერიტორიის, მაგრამ ეს ხო შედეგი დამდგარია უკვე გასხვისებულია. ამ ხალხს რა პასუხს ვცემთ? აი ეგ მაინტერესებს. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ დაგვიდგება ამ გადაწყვეტილების მიღება ხალხს ვალდებულება, რომ აი ეს ადამიანები იმ შესაბამისი კომპენსაციით, გადახდილი თანხით, ჯარიმებით, საურავებით, რომელიც სასამართლო წესით დიდი ალბათობით დაეკისრება იმ გადაწყვეტილების მიღებ ორგანოს, აუნაზღაუროთ ყველა ის ზარალი. რაც შეეხება ადგილმონაცვლეობას, ფერასაც ამბობ. ადგილმონაცვლეობა ეს არ არის ვალდებულება, რომ ინვესტორი თუ მყიდველი დათანხმდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ადგილმონაცვლეობა რაღაც ტერიტორიის, მაგრამ მისი არჩევანი არის აქ. ვალდებულება არ არის, რომ ვინდა თუ არა იქ მოგცემ ადგილს და იმაზე უნდა დათანხმდე. ან დათანხმდება, ან არ დათანხმდება.